თავი მეორე. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო. ყოვლის გამკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს დებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისა გამკითხველი იმასვე სჯავიხარ. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათვის. შენ კი ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენ და თვითონ იმას ვიაკეთებ, თუ გონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს. თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სუგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას უნანიებისაკენ მიყავხარ, ხოლო შენი სიჯიუდით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას, ღვთის რისხვის და მისი მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუსხავს. მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებელი კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას, საუკუნო სიცოცხლეს. ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას, რისხვასა და გულისწყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს სჯადის, იუდეველს სჯერდა ბერძენსაც. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს სიკეთის ჩამდენს, იუდეველს სჯერდა ბერძენსაც, რადგან ღმერთთან არ არსებობს მიგერძოება. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესწოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან, ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესწოდეს, რჯულით განეკითხებიან. იმიტომ, რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან. ვინაიდან როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულის მიერ აკეთებენ, თუმცა რჯული არ აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები. ხან ბრალს რომ სდებენ ერთი მეორეს და ხან ამართლებენ. იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეთი. აჰა, შენ ქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით. იცი მისი ნება, არჩევ უკეთეს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. უგუნურთა დამრიგებელი და ჩულთა მოძღვარი და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში. როგორ აასხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი. ქადაგებ არ მოიპარაო და იპარავ. ამბობ არ იმრუშოო და მრუშობ. კერბები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ. რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. ვინაიდან წინა დაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ, ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინა დაცვეთა წინა დაუცვეთელობად იქცა. მას თუ წინა დაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინა დაუცვეთელობა წინა დაცვეთად არ ჩაითვლება. ბუნებით წინა დაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინა დაცვეთით რჯულის დამრღვევს. ვინაიდან იუდეველის კი არ არის, ვინც გარეგნულა და ასე. და არ წინა დაცვეთილობა ის, რაც გარეგნულა და ახორცე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის და წინა დაცვეთილობა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში. ვის იქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.